ეს მოსკოვის გამზირზე მდებარე სტადიონია. სივრცე, რომელიც წესით ბავშვებსა და სპორტსმენებს უნდა ემსახურებოდეს. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. განადგურებული ინფრასტრუქტურა, აყრილი საფარი და დამტვრეული სკამები. ადგილობრივები ამ პრობლემაზე წლებია საუბრობენ, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათი ხმა დღემდე არავის მსმენია. ეს სტადიონი ძლივს როგორღაც რომელი არჩევნები იყო, იმ არჩევნების წინ როგორღაც გაგვიკეთეს რა, იმიტომ პატარა სტადიონების გაკეთებას აპირებდნენ. და როგორც იქნა ესეთი დიდი სტადიონი შევინარჩუნეთ და გაგვიკეთეს და რა მადლობლები ვართ რა და იმის შემდეგ ფაქტიურად მარტო მოედანია შელახული რა, აი მარტო ეს მწვანე საფარი ჭირდება მაგას და პატარა ხელის შევლება. მარტო მოედანი ჭირდება და ორი ცალი ისე შერემონტება საკმარისი იქნება და ესე არ დაიტანჯებოდნენ ბავშვები რა. შეიძლება ისეთი სპორტსმენი გვესდება და ისე დაშავდეს და ისე დაიზიანოს თქვა მუხლი ან რაიმე მყესი რომ იმისგან აღარ გამოვიდეს სერიოზული სპორტსმენი. 10 წელია მე აქვს ხოლმე და დაახლოებით ეს სტადიონი წესია რასთავი მახსოვს და კარგ მდგომარეობაში არ გვაქვს ნანახი. სიტუაცია ყოველთვის უარესდება. იყო მომენტი, როცა დააპირეს ამ სტადიონის გაკეთება, დააფინეს ხალიჩები მოიტანეს, მაგრამ ხალიჩები დაფაინდა დატოვეს და უფრო გაფუჭდა. უსაფრთხო პატარეებს არ ყოფილა და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გვერდზე მოაჯირები ისი არის დასხმული, რომ მაგალითად აი ამ ადგილზე ფეხი მაქვს ნაღრძობი და გაფუჭები. რა ინფორმაცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით სამგორის რაიონის გამგეობაში და იგეგმება თუ არა მისი რეაბილიტაცია? ამ საკითხთან დაკავშირებით თავად გამგეობის პოზიციას მოვისმენთ. როგორც იცით, ეს სტადიონი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, აყრილი არის საფარი, ბეტონი არის დასხმული და გვერდზეც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ან მაინტერესებდა იცის თუ არა გამგეობამ არსებული პრობლემის შესახებ, რამდენიმე იცის, იმიტომ რომ მიმდინარეობს უკვე მისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ანუ იგეგმება სტადიონის რეაბილიტაცია ახლა დიახ, დაგეგმილია კი ბატონო. და როდის შეიძლება ელოდოს მოსახლეობა რეალურ ამ ცვლილებებს? მიმდინარე წელს. ეს სტადიონი არის წლების განმავლობაში ასე. ყოველ შემთხვევაში რაც ამოვიზარდე და აქტიურად გამოვდივარ, აი მე-11 მე-12 კლასის შემდეგ ყოველთვის ასე იყო და არავის არ მოუქცევია ყურადღება. თავიდან ლამაზი იყო აქაურობა, ეს დასაჯდომის კამერების ყველაფერი იდეალურად იყო მოწესრიგებული, მაგრამ პირველ რიგში ხალხის მოპყრობამ აქაურობაზე და მეორე ნაკლებმა ყურადღებამ, აი ამ ტერიტორიაზე სკამები სადაც არის მშვენიერ დღეს ხანძარი გაჩნდა მაგალითად და ის სკამები რომლებიც დატეხილი არის მაგის გამო განადგურდა. ჩემი აზრით კი არა, დიდი ალბათობით ყველას აზრით საკმაოდ სახიფათო არის აქ თამაში. აი დაცემის შემთხვევაში ბეტონზე დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ რაღაცა პატარა ნაიარევს მიიღებს ადამიანი, თან მით უმეტეს აქ არიან წვრთნელები, რომლებსაც ბავშვები გამოყავთ და ავარჯიშებენ და ჯერ პირველ რიგში ბავშვებისთვის და მეორე წვრთნელებისთვისაც არაკომფორტული არის მოუწესრიგებელ სტადიონზე თამაში. ფაქტია, რომ პრობლემა მხოლოდ დაზიანებულ სტადიონში არ არის. მთავარი კომუნიკაცია და დროული რეაგირებაა. გამგეობის დაპირება უკვე გვაქვს, თუმცა რეალური შედეგი მაშინ დადგება, როცა აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. მანამდე კი ეს სივრცე კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩება.